სიუჟეტის თემა უზრუნველი სიბერე და პენსია. მითი. საქართველოში ყველა მოხუცს აქვს შანსი, რომ ჰქონდეს უზრუნველი სიბერე. ხელისუფლება ყველაზე დამამცირებლად, ყველაზე არაადამიანურად, მე ვიტყოდი, ყველაზე ამორალურად ექცევა პენსიონერებს. საქართველოში არის 870,000 ასაკეთ პენსიონერი. ამას დავუმატოთ სხვა სახის პენსიონერები, როგორც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა კატეგორიის პენსიონერები, დაახლოებით 1 მილიონი პენსიონერია საქართველოში. რატომ ვამბობ, რომ ექცევა დამამცირებლად და არაადამიანურად? იმიტომ, რომ ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის განმავლობაში ქვეყანაში პენსია გაიზარდა რეალური მსყიდველობით უნარიანობით 65 ლარით. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, ეს რომ წარმოუდგენელი რაღაცაა. როგორც წელიწადში პენსია 5 ლარით იზრდებოდა, თუ ინფლაციას ასე ვთქვათ, ფასების დას გამოვაკლებთ და მის რეალურ მსყიდველობით უნარიანობას გავიანგარიშებთ, 2012-ში ასაკობრივი პენსია იყო 125 ლარი. ახლა პენსია არის 350 ლარი. 350 ლარით იმ რაოდენობის საქონლის ყიდვა შეიძლება, რასაც ვიყიდით 190 ლარად 2012 წელს. ანუ თუ გავითვალისწინებთ 13 წლის განმავლობაში ფასების ზრდას, რეალური პენსია გაიზარდა 65 ლარით. იყო 125 ლარი და აგერ გახდა 190 ლარი. ანუ საშუალო წლიურად სადღაც 5-6 ლარით იზრდებოდა. 5-6 ლარი ეს არის იყო, სად არის ახლა? იყო 1 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი. დღეს ახლა 1 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი ღირს 10 ლარი. ახლა პარლამენტმა 350 ლარიანი პენსია, ანუ ეს არის საბაზო პენსია, რომელსაც ღებულობენ ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა 70 წლამდე. ნედან ვიცით, რომ ქალები 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე, მამაკაცები 65 წლის ასაკში და ძირითადი პენსიონერების რაოდენობა არის 70 წლამდე. 70 გადაცილებულებზე მე უფრო მეტია პენსია და ახლა 45 ლარით იზრდება, მაგრამ 2026-ში პენსია გაიზრდება 20 ლარით. 20 ლარი რა არის? რადგან სიგარეტი ვახსენე, 2 კოლოფი სიგარეტი დღევანდელ ფასებში. 350 ლარის ოდენობის პენსია რომ გაზრდილიყო 10%-ით მაინც. ეს 35 ლარია, მაგრამ 35 ლარითაც კი არ უზრდიან. ამიტომ ყველა მხრივ რომ შევაფასოთ პენსიის დღევანდელი რაოდენობა. მაგალითად, თუ შევადარებთ მის რეალურ მსყიდველობით უნარიანობას. თანაც ვამბობთ, რომ პენსია 60 ლარით გაიზარდა რეალური მსყიდველობით უნარიანობით, თუ ამას დავეყრდნობით და დაუჯერებთ ოფიციალურ სტატისტიკას. ოფიციალური სტატისტიკა იტყუება, ფასები გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა ქვეყანაში, ვიდრე ამას სტატია ჩვენებს. აი ახლა ამბობენ, რომ ფასები გაიზარდა სურსათზე 10-12%-ით, ამ წელს რისი 10-12%? ან ჯანდაცვის სეგმენტში 10%-ამდე ზრდა, ეს ოფიციალური სტატისტიკით. სინამდვილეში ფასების ზრდა გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა ასახავს. და რეალური ნამდვილი გაყალბების გარეშე, თუ ჩვენ გავიანგარიშებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელი 350 ლარიანი პენსია შეიძლება იყოს ლამის ორჯერ ნაკლები მისი რეალური ღირებულებით, ვიდრე დღეს არის იგი. მითი. პენსიის რაოდენობა საქართველოში აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. რომ შევადაროთ თუნდაც საშუალო ხელფასის დას. დღეს საშუალო ხელფასი არის 2200 ლარი. 2200 ლართან შედარებით საბაზო პენსია 350 ლარი არის 18%. ანუ საშუალო ხელფასთან შედარებით საშუალო პენსია, გავასაშუალოთ, თქვათ საშუალო პენსია არის 400 ლარი. არის მისი მეხუთედი ნაწილი. როდესაც ევროპის ქვეყნებში, ზოგიერთ ქვეყანაში საშუალო პენსია არის ლამის საშუალო ხელფასის ნახევარი. ყოველ შემთხვევაში არ არის ევროპაში ქვეყანა, სადაც 30-35% არ იყოს იმ ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასისა პენსიის ოდენობა.
კურიოზული მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს თუ როგორ დამამცირებლად ეპყრობიან პენსიონერებს და როგორ ფუფუნებაში უყვართ ცხოვრება მინისტრებს, ჩინოვნიკებს და ქართული ოსნების კლანს, დეპუტატებს. საქართველოში დეპუტატის ხელფასი, რომელიც არის 12800 ლარი, რიგითი დეპუტატის. ეს არის 3-ჯერ მეტი, ვიდრე იყო შარშან ამ დროს. შარშან ამ დროს მე ვიყავი ჯერ კიდევ დეპუტატი. არჩევნები შედგა, მაგრამ ახალი პარლამენტი არ იყო ფორმირებული და დაახლოებით სადღაც ხელზე 3500 ლარს ვიღებდი ერთ წელიწადში. პენსია მეთქი. დეპუტატების ხელფასი გაიზარდა 3-ჯერ. კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი არის 14600 და ასე შემდეგ და პარლამენტის თავმჯდომარის კიდე უფრო მეტი. დეპუტატის, რიგითი დეპუტატის ხელფასი პენსიას აღემატება 30-ჯერ. როგორ არის ევროკავშირში? ევროკავშირში საშუალო პენსიას პარლამენტის წევრის ხელფასი აღემატება 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ. არის 4-დან, ასე ვთქვათ, 7-ჯერადად მეტი პენსიასთან შედარებით. ერთადერთი გამონაკლისი არის უნგრეთი, სადაც უნგრეთში 10-ჯერ მეტია დეპუტატის ხელფასი უნგრეთში საშუალო პენსიასთან შედარებით. სხვადასხვა საქართველოს ძალიან გავს რუსეთს. რუსეთში დეპუტატების ხელფასი 25-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის მოხალხეს პენსია. თუ შევხედავთ ყველა ასე ვთქვათ მხრიდან, ჩვენ დავინახავთ, რომ პენსიონერები საერთოდ დაივიწყა ხელისუფლებამ. მითი. უზრუნველი სიბერე საქართველოში. რა განსხვავება ევროკავშირის საპენსიო სისტემასა და ჩვენ სისტემას შორის. ჯერ ერთი საქართველო იყო ბოლო ქვეყანა, არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიაც კი. არც ერთი ქვეყანა, არც ყაზახეთი, არც ყირგიზეთი, არც უზბეკეთი, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც კი გაგვასწრო, სულ ბოლო იყო, სადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა იქნა შემოღებული. ევროპული საპენსიო სისტემა არის მრავალვარიანტიანი. არის გარანტირებული სახელმწიფო პენსია, არის დაგროვებითი პენსია, არის უამრავი კერძო საპენსიო ფონდები. თავისი შემოსავლის და მიხედვით ადამიანს შეუძლია მშვიდი სიბერის გარანტირებულად მიღება იმ სქემებით და იმ შემოსავლის ფარგლებში, რა შემოსავლიც მას გააჩნია. დღეს ჩვენი პენსია ეს არის ფაქტობრივად სოციალური დახმარება. სადაც არ არის გათვალისწინებული არც სტაჟი, არც ასე ვთქვათ ხელფასების სიდიდე, მოჭრილი ფული. ყველას ან 350 ლარი, ანუ ახლა 370 გახდება, ან 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს სადღაც 500 ლარამდე. არავითარი ასე ვთქვათ დიფერენციაცია და განსხვავება არ არის და დაგროვებითი პენსია ალბათ 10-15-20 წლის შემდეგ რაღაცას ასე ვთქვათ გაითვალისწინებს და უფრო სამართლიანს და ობიექტურს გახდის ამ სისტემას, მაგრამ ეს შორეულ პერსპექტივაში. ასე რომ ევროპული გამოცდილება, ევროპული სოციალური დაცვის სისტემა გარანტიას იძლევა, რომ თუნდაც იგივე საპენსიო დანაზოგები არ დაიკარგოს. რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე ჩვენს მიერ დაგროვებული ფული ხვალზე არ გაქრება იმის გამო, რომ რომელიღაცამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ან რომელიღაც პრემიერ-მინისტრმა და ვიცით რამდენი პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს, ზოგი გაქცეულია, ზოგი დაჭერილია და ზოგი ალბათ ელოდება თავის რიგს და შემდეგ ეს ფული გაქრეს ინფლაციის ან სხვა გარემოებათა გამო. ანუ სტაბილურობის, რისკისგან დაზღვევის მექანიზმები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, გარდა პოლიტიკურისა, ასევე რა თქმა უნდა ფინანსურ ეკონომიკური ხასიათის. და გარდა ამისა, არავინ არ ამბობს, რომ საქართველოში დღეს პენსია უნდა იყოს იმდენი, რამდენიც არის საფრანგეთში ან ლუქსემბურგში. ან თუნდაც ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ევროკავშირში, ბულგარეთში. რა თქმა უნდა, პენსია ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პოტენციალის ადეკვატური უნდა იყოს.
მაგრამ ისე ვიმეორებ, თუ საშუალო ხელფასი 2200 ლარია და თუ ჩვენ ვიტყვით რომ საშუალო პენსია არის 400 ლარი, მაშინ რატომ არის 18% პენსია საშუალო ხელფასთან შედარებით საქართველოში? როდესაც იგივე ბულგარეთში ეს არის დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერები არის ყველაზე დაჩაგრული, ასე ვთქვათ, კლასი, რომელიც შეიძლება არასდროს გაითვალისწინოს საბიუჯეტო პრიორიტეტებში. საქართველოში პენსიონერების აი ამ წირი 350 ლარიანი პენსიის მქონე ადამიანებს წარმოუდგენელი ოდენობის სესხი აქვს დაღებული ბანკში. მხოლოდ ლიბერტი ბანკში 9 მილიარდი ლარი საპენსიო სესხი არის გაცემული. ანუ პენსიონერები თავის მწირი პენსიიდან დაახლოებით 25%-ს უხდიან ბანკს იმისათვის, რომ თავი გადაერჩინონ შიმშილისაგან, წინსწრებად აიღონ სესხი და შემდეგ როდესაც მთავრობა ჩაურიცხავს პენსიას, ამ ასე ვთქვათ, პენსიას ან აღებულ სესხს გამოაკლდება უკვე 25% იმის გამო, რომ დღეს თავის გატან არ შეუძლიათ თუ კი წინსწრებად ამ პენსიას არ აიღებენ. წარმოუდგენელი რამ არის? 9 მილიარდი ლარის საპენსიო სესხი მხოლოდ ერთ ბანკში.